რაღაცა Έλα, თქვენი პოზიცია და შევყია. გამოყევი ბოლომდე, გამოყევი. შენი ავაჭი შენ. და შევეც კიდაბიშლის ხელს კომენტატორები შემოგვიერთდნენ წყალეობა მიშლის ხელს ტემპი არის 0 ჯერჯერობით კი, ხო, არ ჩავარდეს. როგორ გავაკეთე? აი ეს არ მევასება ეს უკან შეხვედრის ტაქტიკა რა ვაცლით ხოლმე რომ ბურთი შეიგზნონა თამაშონ. აჰა მე ვიღაც სანამ არ შეირბენს და პას არ გააკეთებს. მომზადებული. საღოლ ხარბეჯი. ეს წვიმის ხმა თუ რა? აი, ჩემი რა, ჩვენ თამაშს ძმაო შანსი არაა, რომ აი პრემიერ ლიგური ამინდი არ გაეჩითოს ხო? კი. სულ 4-3 თამაშობდით და ხო. რაღაცებს ტესტავს ხოლმე. ეს კაროჩე რა ეს ბექა ძალიან სწრაფი არის და
ართმევაზეც კაია, მაგრამ ბურთით ტროლეიბუსია რა, ნუ რო დაიძრება ხოლმე ცოტა უჭირს ის გადაწყვეტილებების მიღება. ვიღა დავუდო კომენტარი. არა, ხო ნახავს და. ეს უკვე გაწვეთილი გადაობები. თქვენ რო შეხვალთ, მე მოტივაცია გექნებათ, რომ უყუროთ ვიდეოს. ეს ახალი ბიჭი რაღაც აი ეს არ მევასება რა, ნახე მენა ვდგავართ და უყურებთ. ადი, ბიჭო. მარტო ვიხავეთ რა, აკეთე. რა მარტოა. ესენს გადაგდებულზე თამაშობდა. ერთი ესეთი უეჭველი გაგდანო. ერთ-ერთი, მაინც ერთ-ერთზე რჩება ჩვენი მსველი იმით კაცთან და რა აზრი აქვს ესე უკან შეხვედრას, მაგას ვიძახ. ბიჭო, ეს როგორ რა? ანუ კონცერტების თემაა. დაუბრუნდა თუნს. გავაჭო. ლევან, გადმოვიტანე. ახი ხელები გადმოვაყოლე. ჩამო, უწევ. აი. აქედან და ბექა მოძრაობა მოითხოვე რა. ხოიხარ. Bravo! Rova. Ayda. Opa. საღულში. რა გადავრჩით? ბექა რა გინდა ძმაო რა. ახლა ესე ვიდგებით, ისინი გაათამაშებენ ბურთს, შეხედავენ შესაფერს მომენტს სანამ ეს არ ჩაირბენს და ისევ ერთ-ერთზე დატოვებენ თავიანთ კაცს ჩვენ მოკლედ მე ამ მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები. მაინც უკვე ჩვენ ნახევარზე არიან. ჯობია იმ შეუტიოთ და იმათ დავაშვებინოთ შეცდომები. ანუ ვის ნახევარზეც იქნება ბურთი, ის უშვებს შეცდომას. შესაბამისად, თუ იმათ ნახევარზე ვეთამაშებით, ისინი დაუშვებენ შეცდომას. ეს უბრალოდ შემიაზრებია. ვინც უყურებს ამ ვიდეოს, შეგიძლიათ დამიუთოთ. Bravo! ედი ყურადღება და მე ვიღებ. აი. აი ხა ვნახოთ ვინ ივლის და ვინ ირბენს. ჯერჯერობით ცველს ლევანი დადის, ნუგომ ჩაირბინა, ლევანი ისევ დადის. შუაში წინა აი ამოძრავდა ბიჭები. ნიკიტა. ლადო ვითომ ეხსნება, მაგრამ კაცი აზის. კარგი, აი მიკიტას შერბენი აქტიურობა უკვე მომეწონა. ყველა დადის, არანაირი აქტიურობა, ნუგომ შეირბინა ლევსი მონდომებისთვის, არ დაუძახო. მიკიტამ ნუგო პადაჩა რატო არ ლადომ ლამის დააბრუნა ბურთი. ჩარჩენილმა ნუგომ ბურთი მოიპოვა. ჯორჯ კარტოს მესამე მცველი საყრდენი რატო არ ხდება?
ხო, მაგრამ ხო უნდა აიწიოს მიეხმაროს. აი ხა ისე ვიგივე. აი კედელი. ფეხმას რეალი დაიწყო. ამ შემთხვევაში ნუგოს ვეთანხმები ობიექტურად. მოსული პონტია ეგრავია, არც მე არ დავდებდა. ჩემი წელი. აბა ნუგო ყვითელს რომ მიიღებს. თამაში ისევ ნუგოს კამათში გადის. ნახოთ. შოთა ეუფლება ბოს. ოთხი მცველი ძალიან უკან არიან ლევანი, ლადო, გვაზიან ჯეჯობით, ბექაც არიელია, კაი ბიჭი. ბექა აბა ვინ შემოვიდა ორ საყლანი და ლევანი დაკეტილია. ვერ აკავშირებს ჯერჯერობით. აი ამოძრავდა მომწონს. ლადოც ჩავიდა, კაი, აი ეს უკვე რაც ვარიანტები არის. ლადო მანაშნა, კაი ხარ ლადო რო უკან ნახე. პასიურობაა, ნახევარმცველები პასიურები ხართ, ანუ სპრინტით უნდა მოითხოვო ბურთი და არა ძუნძულით, იმიტომ რომ გიყვანს იქ მეტოქის გუნდელი. თემომ შვენივრად დაუგორა ლევანის საბოლოოდ ჯორჯმა იმასკრა. აბა ლევანს თუ ნახავს. ძალიან შენელებულ კადრში ხართ. ჯორჯის გადაეკეტა. ჯორჯი, ისევ შენ. შვენიერი პასი. მიკიტა აბა ვნახოთ. ხედვა აქვს ამ ბიჭს. უკან ხვდებით, დაუკეტეთ ისევ. ხარბედია აუტის ხასთან იხსნება, რაც კარტოზამ რო დაავალა, მაქსიმალურად გაიშალა თუ იდეალურად დასრულებს. თემო თავის ჩოუ სტილში თამაშობს რა, ნუ. არა პრობლემა, მიჩვეულები ვართ უკვე. ახლა ნეგატიური კომენტირების მერე ვეცადოთ რომ პოზიტიური კომენტირებაც დავიწყოთ. ლადომ იდეალურად გამოიტანა ბურთი. ვაცლით რატომღაც თურე კარტოზას არ უსმენენ ბიჭები რა. ვიღაცამ ცოტა აგრესიულად უნდა შეძახოს ჩემი იდეით, მაგრამ ეს 7 ნომერი, თუ 5 ნომერი რომელსაც ლევანიმ უკვე აიყვანა. შეწოდება. ხარბედიასია. ეს აბა ვინ ეხსნება, აბა ვინ მოყვება. ლადო ძუნძულის რეჟიმში მოყვება ჯერ. მაგრამ იბრძოლა. შვენიერი ხარ ლადო. ხარბედიამ ეს უკვე ბექას გავალკედა, ჯორჯი ყავს. აქეთ ბიჭებო, შეცვალეთ. ეიმე. ჩემი შეცდომა 2x-ზე დამშა თული, იმიტომ რომ ჩავიძებ ძაბე.
ძალიან შემჭიდროებული იყო. მაგრამ ბიჭებსაც საღოლადო კაი ჩარბენი. ლევანიმ გააკონტროლა და ამშვიდა. გადაშლა შეგვილია, მშვენიერი გადაშლა. აქ თემოს საყარდენზე უნდა აიწიოს, მე როგორც ვიცი ამას ვისას მეორე ცენტრალური მცველი. სივრცე გვაქვს აი ხლა არავინ არ აწუხებს. ლევანის თავისუფალია. ლევანიმ მიიღო. ნახოთ რა შემოგთავაზებს. ნუგოს იყვანდნენ და გადაშალა. ნუგოს ისევ აზიან, ლევანიც ჩაიკეტა. ცარიელი კაცი ვინ ლადო არის, თითქოს ლადო და ლევანი უკვე ერთად არიან, ბექა. ლადო და ლევანი დგანან ისევ. მოძრაობა არ არის. ნუ მოუწია ბურთის გადატანა არაზუსტად. ანუ ეს ბურთი რის გამო დავკარგეთ, არც არავინ არ ეჭიდა ბექას, არაფრის გამო დავკარგეთ ეს ბურთი. მიიღო, მიკიტა მივიდა პრესინგზე. თამაშება თავის კაცს, შეაწუხა ბურთი დავიბრუნეთ, ჩვენიერია. გიორგი მიმატავა. ჩვენიერი მიკიტა ნახა, ლევანი ცარიელია თუ დაინახავს მიკიტა, ნუგო გაეხმარა, მაგრამ ნუგომ ლევანიზე რო გაეტარებინა ეს ბურთი, უფრო თავისუფლად მიიღებდა, მაგრამ დაუგდოვობა მშვენიერი ამუშავდა ჩვენ ნახევარდაცვა ლევანი იდეალურად თამაშობს, ინარჩუნებს ბურთს. კარგი პაუზა ლევანისგან. კარგი ხარ ლევანი. ჯორჯი. ბექა ჩაურბინა. უკან თავის საფირმო შერბენიცა და ვინ ეხმარება მეორე მხრიდან? ზურა ყავდა, მაგრამ ნუ ბევრი ენერგია დაცალა და ხოდნელი. ბექას ჯორჯმა დაუძახა. შვენიერი ჩანაფიქრი იყო აქ. ნუ პატარა ეგ ყველას მოგდის. საშემსრულებლო ერორები, იმიტომ მოყარულთებია. მაგრამ კარგი დანახვა იყო. ესე უკან უნდა შევხვდეთ. ახლა ჩამოველან ჩვენი ბიჭები. დაისვენენ. ნუ კარგი მომენტი ჩავატარეთ. დაუშალეთ. აღარ. ლუკა ჩვენ ნახევარზე აქტიურადო ბიჭებო. ჩვენ ნახევარზე აქტიურადო. საყარდენი რატო ეთამაშება ამას, რომ ორი ნახევარ მცველი აქვს და ზეირნობს. ლუკა შენს დაუძახე ჩვენ ნახევარზე იმენა აქტიურად უკვე რა. მივიდა აქტიურად ჩვენ ნახევარზე. გააგრძელ, სასტვენი არ იყო. სასტვენი იყო კარტოს. ეხა ჩასტვინა. საჯმა დაარეგულირა სიტუაცია. ეს ბიჭი ცოტა არ მომწონს, რომ მეთვალყურეოდაა თითქოს. ჩვენ ნახევარზე აქტიურად მივიდა, თუმცა მისი კრაი ახლა ის დარჩა. აია, ნუ ღირდა. ბოლო კაცი იყო და რო წაერტყა უკვე ჩვენ ნახევარზე აქტიურად. ჩვენ ნახევარზე მთელი მუღამი ამ წყობის არის ის, რომ ჩვენ ნახევარზე მოვლენ თუ არა დავესიოთ ეგრევე და ჩვენ ნახევარზეც თუ ესე უყურეთ ეგრე არ გამოვა. ლევანმა დაუგვიანა ცოტა ლადოს. შვენიერია. ხარბედი აშკარად ჯობნის აქ ბიჭებს. ჯორჯ კაი იყო. ეს იყო ერთ-ერთი და დატოვა ჩვენი თავდამსხმელი მათ მცველთან საბრძოლო სიტუაციაში და ეს უკვე ზურას გოლია რა თქმა უნდა. თუ ხარბედასი. რა ბიჭები ყავს წინ იმენა გენაცვალე. დატენილები ჩასაფრებულები ელოდებიან მომენტს. აი ხარ ნუგო. ნუ წუნი აქვს უბრალოდ რა ბევრი თორე აი ეს მოძრაობა და მცდელობა. ნუ კარგი იყო თორე ეს ბურთი ხოლმე ესაც მისაღებია რა თქმა უნდა. ლევან, აბა ვნახოთ.
თემო ბრავო. თემომ იდეალურად გადააზღვია. და მეორე საყდენი. ჩვენ რა ბურთი გვაქვს ხო საყრდენდება მცველი. გრძელი ნაბიჯი გაკეთა ნუგომრასთვისაც პლუს უწერ. აბა რა. ეს უკვე კლასიკ ZB7-ია თუმცა ძალიან ბევრი ურტყეს. და ზურა ამ ჯარიმას როგორც იცით 10-დან 900 იტანს. არტოს ჩვენ რო გვაქვს ბურთი ბიჭო ის მცველი არ ადის წინ. აი ძმაო. მე ბოდიშს ვიხდი წინა კომენტარის გამო, ანუ არ უნდა ასულიყო ის თემა წესით. მე რაღაც ესე მეგონა რომ ეს მესამე ცენტრალური მცველი საყრდენის პოზიციაზე ადიოდა, როდესაც ჩვენ გვქონდა ბურთი და მეტობას ვქნიდით მაგის ხარჯზე ნახევარდაცვაში, მაგრამ არა სწორად გამიგია. რატო გამიშავ თეთრდა? არა უშავს ბრატ, მაგრამ ლადო შავ თეთრად რატო იღებს? შავ თეთრად იღებს. ხო, მაგრამ შავ თეთრია ბრატ. ხო არა. ანუ რატო არის? შავ თეთრად გადაღების დედა შევეცი ბიჭო.